ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღის აღსანიშნავად დედაქალაქში ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად სამგორის რაიონში მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ტაძრის ეზოში შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ამავე ტაძრის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს წარუდგინეს თეატრალური წარმოდგენა სახელწოდებით არის ასეთი ქვეყანა. ღონისძიება ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს და 13 ასურელი მამის ხსენებას მიეძღვნა. თეატრალურ წარმოდგენაში საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან ერთად უფროსი თაობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქორეოგრაფიული ნომრებიც. შემოქმედებით საღამოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ისე არხოზაშვილი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი ზაქარია ინატაშვილი, საკვირაო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ სამგორის წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ტაძართან საკვირაო სკოლა 2013 წელს დაარსდა. ზოგადად ძალიან გვახარებს საკვირაო სკოლებში ესეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელოვნების ენით ჩვენს მოზარდებში და ჩვენს ახალგაზრდებში თესავენ იმ მნიშვნელოვან მარცვალს სიკეთისა, ღვთისმსახურებისა, მოყვასის მსახურებისა და აღვივებენ პატრიოტულ და სარწმუნოებრივ სულისკვეთებას. საერთოდ უწმინდესის გზა, რომელიც მან გაიარა, ყოველთვის იყო დაკავშირებული მრავალმხრივ, ესე იგი, განვითარებას და მრავალმხრივ, ესე იგი, ხიდებზე, რომელიც იდებოდა ხელოვნების ყველა დარგთან. ვინაიდან ერთია ლიტურგიული ენა, რომელიც ყველაზე უპირატესია, ერთია მსახურება, რომელზეც ჩვენ ყველა ვერთიანდებით და ქრისტესთან თანაზიარები ვხდებით. თუმცა მეორეა კიდევ ეს კულტურის, ხელოვნების ენა, რომელსაც ზუსტად საკვირაო სკოლებში დღეს ვხედავთ უკვე კარგად წარმოჩინებულს. მადლობა მინდა უთხრა მამაოს, ორგანიზატორებს, ყველა ბავშვს, რომელიც ამ ღონისძიებაში დიდი სიხარულით იყო ჩართული და ფაქტობრივად გადავინაცვლეთ იმ საქართველოში, რომელიც საქართველოც არ გადაშენდება. როგორც მამული ენა და სარწმუნოება, ისე ჩვენ ვეხებით ჩვენს იმ სიმებს, შინაგანს, რითიც ცოცხლობს ადამიანი. ეს არის ოჯახი, ეს არის სამშობლო და ეს არის სარწმუნოება. და ღმერთმა სარწმუნოებაში გაგვაძლიეროს, ოჯახი დიდხანს გვიცოცხლოს და სიწმინდე არ მოკლებოდეს და პატივისცემა მშობლებისადმი. ოჯახი თუ ძლიერია, იქ მშობლების გარეშე არაფერი არ იქნება. მშობლების პატივისცემით იქმნება კარგი, ძვირფასი და მტკიცე ოჯახი. დღეს ჩვენ წარმოგიდგინეთ ლიტერატურული პერფორმანსი არის ასეთი ქვეყანა, რომელიც ეძღვნება ოჯახის სიწმინდის, მშობლის პატივისცემის დღეს, ასევე ეძღვნება 13 ასურელი მამის ხსენების დღეს, რომლის ხატიც დაიწერა ჩვენს ტაძარში. ღონისძიების შინარსი იყო ოჯახი, ის ღირებულებები, რაც ჩვენ დედაეკლესიისთვისა, ჩვენი დედაეკლესიის არის მნიშვნელოვანი და ღირებული. ამ ღონისძიებით მე პირადად ძალიან დიდი ემოცია მივიღე, ძალიან გამიხარდა, რომ ესეთი კარგი როლი მქონდა. მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მოზღვარს, მამა ისეს და ნესტან მასწავლებელს, ასევე ნინო მასწავლებელსაც. ვიყავი მე დროშე, რომელიც სიკვდილის დროსაც კი არ აგდებდა თავის დროშას. ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით ყოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. ჩემი სკოლის კედელი ამ სახელწოდების კონკურსის ფინალი შედგა და გამარჯვებულები გამოავლინეს. პროექტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი ახორციელებს. წლევანდელი კონკურსის თემა იყო ოჯახი და სამშობლო. პროექტში მონაწილე პირებს სწორედ ამ თემაზე უნდა შეექმნათ ესკიზი. გამარჯვებული თბილისის 71 საჯარო სკოლა გახდა. პროექტში თბილისის 20-ზე მეტი საჯარო სკოლა მონაწილეობდა. გამარჯვებული სკოლის კედლის მოხატვას დავითიანი დააფინანსებს. აღსანიშნავია, რომ სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. დავითიანი უკვე მეორე წელი ატარებს კონკურსს ჩემი სკოლის კედელი, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს იმ სკოლებს, რომელიც ჩვენს პროექტში არიან ჩართული წლის განმავლობაში. 25 სკოლამდე არის მონაწილე.
იდეა თვითონ ამისი არის, რომ ახალგაზრდებს მისცეთ შემოქმედებითი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალება და საუკეთესო გამარჯვებულს ექნება უკვე იმისი პატივი, რომ დავითიანის ფინანსური რესურსით აღნიშნული ნახატი მოიხატოს მათი სკოლის კედელი. ეს პრეცედენტი უკვე შედგა, ჩვენ შაშან უკვე მოუხატეთ ერთ-ერთი სკოლის გამარჯვებული სკოლის კედელი, ხოლო წელს 71 სკოლას ხვდა ეს პატივი. მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ეს არის ლიდერთა კლუბების ეგიდი ჩატარებული კონკურსი, რომელიც ჩვენთან გადიან სწავლებებს ბავშვები, ჩვენ ვიცით, რომ უკვე წლებია უწმინდეს ის კურთხევით აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე და სიმბოლურად ჩვენი პროექტის საფინალო ეტაპიც დავამთხვიეთ ამ დღეს. ძალიან დიდი სიყვარული ჩავდეთ ამ პროექტში თუ მასწავლებლებმა, თუ მოსწავლეებმა და შევეცადეთ შეგვეკრიფა ის მთავარი მარგალიტები, რასაც წარმოადგენს ჩვენი ტრადიციები და ეს ყველაფერი გაგვაერთიანებინა და ჯერ პირველ რიგში თავად გაეთავისებინათ მოსწავლეებს და შემდეგ უკვე გადაგვეტანა ეს ნამუშევარში. მე მგონი გამოგვივიდა და ძალიან გვიხარია. პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ მოგვეცა ამ პროექტში მონაწილეობის მიღების საშუალება. ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევა ეს ყველაფერი, მაგრამ გაგებისთანავე დაახლოებით 2 კვირა მუშაობდის ნახატზე. და გვინდოდა ზუსტად გადმოგვეცა ამ სათაურიდან ყველაფერი, რაც ჩვენი სამშობლოსთვის ოჯახისთვის ღირებულია და ვეცადეთ სიმბოლოების ენით გადმოგვეცა ეს ყველაფერი. ჩვენ ნამუშევარზე იყო გამოსახული ჯარისკაცი, რომელსაც ოჯახი აცილებს და ბევრი სიმბოლური დეტალიც გვაქვს ჩართული, რომელზეც პრეზენტაციის დროს ვისაუბრეთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი პროექტს სახელწოდებით ჩემი სკოლის კედელი უკვე მეორე წელია ახორციელებს. მასში მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჩინურმა კომპანია Huawei-მ პირველი ჭკვიანი საათი შექმნა. ახალი ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობის შემოწმებას 60 წამში ახერხებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, საათი თითის ერთი შეხებით მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს ინფორმაცია ჯანმრთელობის 10 მნიშვნელოვან მაჩვენებელზე. ინოვაციური საათი მათ შორის ზომავს სისხლში ჟანგბადის დონეს, გულისცემის სიხშირეს, სტრესის დონეს და სხეულის ტემპერატურას. ასევე შეუძლია ელექტროკარდიოგრამის ფუნქცია შეითავსოს. სპეციალისტების განცხადებით, ამ ტექნოლოგიას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე და ადამიანს დროულად გააგებინოს, როდის სჭირდება სამედიცინო დახმარება.